მასშტაბური კორუფციული სქემა საქართველოს რკინიგზაში საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა დავით ფერაძეზე. ის სახელმწიფო კომპანიას 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში მუშაობდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ მან 2019 წელს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც რკინიგზის კუთვნილი დიდი ოდენობით შავი ლითონის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და ფიქტიური კომპანიების საშუალებით მის გათეთრებას ახდენდა. პასუხისგებაში მიცემული 8 ადამიანიდან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე, ძებნა გამოაცხადეს, ხოლო 6 დააკავეს. თამარ დემეტრაშვილი აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. თამარ, გისმენთ. სქემა, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს, მასშტაბურია და მასში რამდენიმე კომპანია და ოპერაციების მთელი ჯაჭვია ჩართული, რითიც საბოლოოდ ლეგალური სახე მიეცა რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის მოპარვიდან მიღებულ თანხებს. სულ კი საუბარია 17 მილიონის ღირებულების ჯარჯზე, რაც 22,000 ტონას შეადგენს. მასშტაბი რომ წარმოედგინონ მოქალაქეებმა, ამ მოცულობის ტვირთის გადაზიდვა საშუალოდ 900 სატვირთო მანქანა სჭირდება. რკინიგზის ქონების მასშტაბური ძარცვის სქემის ორგანიზატორად კი დღეს სუსმა გამოაცხადა პირი, რომელიც ამ უწყებას 8 წლის განმავლობაში 2025 წლამდე მართავდა. მანამდე კი დავით ფერაძე ბიძინა ივანიშვილის კადრი იყო და მისი კუთვნილი მტკვარი ჰესის დირექტორის პოსტს იკავებდა. როგორია სქემა, რომლითაც მოიპარეს 17 მილიონის ღირებულების შავი ლითონი? ირკვევა, რომ მასში ჩართული იყო 5 ფიქტიური კომპანია, რომლებმაც 2 ტენდერის საშუალებით მოიპოვეს რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის დახარისხების უფლება. დოკუმენტებში კი ხელოვნურად მოხდა ამ ლითონის ოდენობის შემცირება, თანაც ისე გაფორმდა, რომ დანაკლისზე პასუხისმგებლის მოძიება შეუძლებელი იქნებოდა. გაირკვა ისიც, რომ ეს ჯართი საბოლოოდ რუსთავში მდებარე ჯეოსტილის ქარხანაში ჩააბარეს, ფული კი 2 კომპანიის ნოვა ტრანსისა და ჯადექსას ანგარიშებზე დაილექა, საიდანაც ლეგალური სახე მიიღო და ჯგუფის წევრები ამ თანხებს პერიოდულად იღებდნენ. სულ პასუხისმგებაში მიცემულია 8 პირი, მათგან 2-ზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, მათ შორისაა რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძეც, რომელსაც როგორც ჩანს, ქვეყანა უკვე დატოვებული აქვს. სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი: შპს კახეთი, შპს ნოვა ტრანსი, შპს ჯადექსა, შპს სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო და შპს გრანდ კახეთი. შპს კახეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას დავით ფერაძის ორგანიზებით სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ტერიტორიებიდან დასაწყობების ნაცვლად სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს ჯეოსტილის საწარმოში ჩაბარება. შპს ჯეოსტილისგან მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ნოვა ტრანსისა და შპს ჯადექსას საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილება. ერთ-ერთი დაკავებული გიორგი კურტანიძე უკვე მოინახულმა მისმა უფლებადამცველმა, მისი ინფორმაციით კურტანიძე ამ საქმესთან კავშირს უარყოფს და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატმა ჩვენთან საუბარში ერთი საინტერესო დეტალი გაახმოვანა. მისი ინფორმაციით ამ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 2021 წელსაა დაწყებული და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ იმყოფებოდა გამოკითხვაზე. საინტერესოა, აქ ჩნდება კითხვა, რატომ დასჭირდა სულ 5 წელი იმისთვის, რომ ფერაძე საბოლოოდ პასუხისმგებაში მიეცა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ჩემი დაცვის ყოფი რაიმე სახის მონაწილეობას მოვინახული იზოლატორში, თუმცა ბრალის წარდგენა იქნება მოგვიანებით, როდესაც ჩვენ გავეცნობთ ბრალს, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია. თუმცა ამ ეტაპისთვის რაიმე დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას ან რა კავშირს ჩემი დაცვის ყოფი
ამ საქმესთან ვერ ხედავს. გამოძიება დაწყებულია რამოდენიმე წელია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი დაცქვეშ იმყოფებოდა გამოკითხვაზე, არასოდეს არ დამალულა, არაურიდებია თავი გამოში მისვლისგან, თუმცა პოზიცია ჰქონდა იგივე. რასაც ახლა ვაჟღერებთ, არანაირი შემხებლობა მას ამ საქმესთან არ აქვს. რკინიგზაში რომ კორუფცია მძვინვარებდა, ამის შესახებ კორუფციის მკვლევრები და მედია წლების განმავლობაში საუბრობდა საეჭვო ტენდერები, საეჭვო სქემები, ნეპოტიზმი, ეს არის ბრალდებები, რომლებიც მუდმივად ისმოდა რკინიგზის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, თუმცა რეაგირება ქართულ ოცნებას, მათ შორის ახლანდელ პოლიტიკურ ელიტას ამაზე არ ქონია. დავით ფერაძემდე კი მას შემდეგ მივიდნენ, რაც ოცნებაში ძალთა გადანაწილება დაიწყო და ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა გავლენები დაკარგეს. სწორედ 2025 წელს ფორმალურად საკუთარი სურვილით პოსტიდან წავიდა დავით ფერაძეც. კორუფციის მკვლევრებისთვის პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ახალი არაფერი ყოფილა, ამბობენ, რომ ეს მართლ პარტიაში სწორედ გავლენების გადანაწილების შედეგია. სამი ეიფელის კოშკი ხელა, ესე იგი შავი მეტალი საქართველოს რკინიგზისგან მოიპარეს რეალურად. კონკრეტულად დავით ფერაძეზე იყო ბევრი გამოძიება მისი აუხსნელი ქონების შესახებ, ასევე მისი ძალიან მასშტაბური ნეპოტიზმის შესახებ რკინიგზაში და პროკურატურას ამაზე არაფერი უთქვამს, თუმცა აქ ესეც იყო. მან მთელი სანათესაო დაასახმა რკინიგზაში და ამ ადამიანებზე დახარჯული თანხაც გაფლანგული თანხა არის. რეალური მასშტაბი ელიტური კორუფციის გაცილებით დიდია, შეიძლება ითქვას ასობით მილიონ ლარზე, მილიარდებზე შეიძლება იყოს საუბარი, ზიანი მიადგა ქვეყანას. და ხო, ამიტომ ეს არის სისტემური სერიოზული პრობლემა. საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭირვალე სახელმწიფო კომპანია, რომელიც მუდმივად არის კორუფციული დაინტერესების, კლანების, ზეგავლენის და მონოპოლიების სფერო, უნდა გატარდეს ინსტიტუციური რეფორმები, უნდა მოხდეს ორგანიზაციის გაჯანსაღება, მმართველობით ნაწილში, ვერტიკალის ნაწილში უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს, ეკონომიკის სამინისტროს, როგორც დღეს ეს არის ფორმალურად და არა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს ან რომელიმე სხვა ოლიგარქიულ კლანს, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს. თაღლითობა, qalbi დოკუმენტების დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ეს ნაწილია იმ მუხლების ჩამონათვლისა, რომელსაც დაკავებულ და ძებნილ პირებს წაუყენებენ ბრალის სახით, ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.